ხო და წეგან საუბრობდი რომ არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა. არ შეიძლება ის ადამიანები, რომელიც გვეამაყება ქართველებს, რომლის ნაწარმოებზეც გავიზარდეთ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ჯერ ბავშვობაში მე ბებია ელიკო და ილარიონი, შემდეგ 90-იანებიდან გამოვედით, შემდეგ თეთრი ბაირაღები, მე ვხედავ მზეს და ბოლოს რაც დაწერა, ხო, მარადისობის კანონი. ბოლბო რაღაცა წაიკითხე შედალოცულო. გაიაზრე რაც იქ წერია. რა ღირებულებებზე საუბრობს, ურთიერთგატანაზე, გვერდში დგომაზე, არა ლანძღვა გინებაზე. შენ როდესაც იმდენი გააზრება არ შეგწევს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო. ამდენი შეგნება თუ არა გაქვს, შემდეგ ვერ დაგიცავს ეს პოლიცია ყველგან. იმიტომ რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია, გმობ, არ არის სწორი, რომ ეს ემატყება გავმართო ჩვენ ქუჩებში, ეს ჩემ თავსაც ვეუბნები, მეც ვიყავი ასეთი პროვოკაცია რომ მომიწყოს, ვერ შევიკავე თავი. და ალბათ არ იყო ლამაზ. მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას უნდა ერთმანეთს უნდა აუხსნათ და უნდა უთხრათ, არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენა. შენი აზრი, კრიტიკა შეგიძლია გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. და ამას შემდეგ რომ მოყვება, შემდეგ და აბრალებ ეხა ტელევიზიას რომ ესე იგი ტელევიზიის დამსახურებაა რომ მე გამლახესო, ნუ არ არის სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები რა, რაც ჩვენ თავს არის. ხო და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება, ეს კარგად მინდა ყველა მიცოდეს. იმანაც მისმა საძმაკაცო თუ სადაქალო და დანარჩენებმა კიდე ვინც არიან რომ არ შეიძლება იხუმრეთ, ხუმრობა რა ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ისე უნდა გააკეთო რომ სხვა შეურაცხყოფა არ მიაყენო. თან ბევრ ადამიანს, უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეებს ვისთვისა ჩვენთვის ეს ადამიანები საამაყო არიან და ასე იქნებიან მუდამ და მომავალშიც. ეს არის და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია რაც მოხდა, მიუღებელია ეს ძალადობა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანი ჩაბარდა პოლიციას და შესაბამისად ხდება უკვე თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან. პირველს მინდა მოგმართოთ ამ კითხვის საპასუხოდ. შეგიძლიათ ერთი შემთხვევა მითხარით სოფლიო პრაქტიკაში ან ევროკავშირში, სადაც უცხო ქვეყნის დიპლომატები ესწრებიან სასამართლოებს. აი მაგალითად ბრიუსელზე შეტევა რო იყო, სადაც უამრავი ადამიანი დააკავეს. მით უმეტეს ისინი აპროტესტებენ. ცეცხლი არ წაუკიდიათ იმ შენობისთვის, არც პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილი უსვრიათ. მაგრამ გადაკეტეს გზები და შემდეგ შეგიძლიათ ერთი შემთხვევა მითხრათ, რომ უცხო ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოებს. ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტყუილი, აი მითხარი ერთი შემთხვევა მითხარით. ხო, ვარიცით კი არა, არ არსებობს. ამიტომ გეუბნებით. ხო და ამიტომ გეუბნებით. არ არსებობს. ერთი აი ამ უსამშობლოების პატრონებმა, მათ შორის გერმანიის ელჩი ესწრებოდა და ისე დაამთავრა თავის კარიერა, რომ პენსიას გავიდა. საკუთარმა ქვეყანამ კი არ მიიღო. აი ესე გაუშვეს პენსიაზე. იმიტომ რომ არის წითელი ხაზები, სადაც დიპლომატიურ მისიებს აქვს თავისი უფლებამოსილებები. არ უნდა გადაკვეთო. თუ ვინმე წინააღმდეგი ან არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, არის შესაბამის ინსტანციები და იქიდაო. რა, სტრასბურგში არ წაიღეს? გვარამიას თემა, სააკაშვილის თემა, რუსთავიორის თემა თავის დროზე ხო გაასაჩივრეს. გაიმარჯო ეს ვერა, სადაც შავი თეთრზე ეწერა, რომ აი ამ ჩვენმა ქართულმა სასამართლომ ყველა ჯერზე მიიღო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება და ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ ყველა იმ გახმაურებულ თემაზე. ამიტომ მე არ მაქვს საფუძველი და არც არავის არ უნდა კონდეს, რომ ვიღაც დიპლომატის მონიტორინგის ქვეშ უნდა წარიმართოს ქართული სასამართლო.
ეს ჯერ საკუთარ ქვეყანაში გააკეთო აი იმ დიპლომატებმა და მერე გველაპარაკონ ჩვენ. აი ეს არის და ეს. ინფორმაციაც წაიშალა, ხო? ის ინფორმაცია, რომელსაც ამერიკის განმავლობაში არც გულისხმობ საუბედურობის შეყავდა პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაიშვილი. ეს ინფორმაციაც წაიშალა. ეს არის დასტური იმის, რომ რეალურად ფიშერი იყო ის, ვინც საქართველოს მაგალითად საქართველოს გერმანიის უსაფრთხოების კონსულში დაკარგული. ზოგადად ელჩები არიან ის ადამიანები, ვინც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ან მიყავთ ძალიან ცუდი სიტუაციისკენ, ძაბავენ და მაქსიმალურად დაძაბული ქონდა ამ ელჩის დამსახურებით, ან პირიქით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, მათ შორის ვაჭრობაში, მათ შორის კულტურულ, მათ შორის ტექნოლოგიის მიმართულებით, მათ შორის სტუდენტების გასვლის ნაწილში და ასე შემდეგ. ჩვენ ვყავდა გერმანიის ელჩი, რომელიც იყო მხარდამჭერი რადიკალების, რომელიც იყო მხარდამჭერი აი ამ უსამშობლოების, რომელიც აკეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აკეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. მათ შორის იმ საიტებზე, საგარეო საიტებზე, გერმანულ საიტებზე, იქაც კი არ შეაცვლებინა. როგორც კი ჩამოშორდა ეს ადამიანი და გათავისუფლდა მათ შორის გერმანიის საელჩოც, უკვე დალაგებისკენ წავიდა, უკვე ჩვენი ელჩი, რომელიც 7 თვეზე მეტია ელოდებოდა თანხმობას, უკვე დღეს ხდება გერმანიის პრეზიდენტს და ინიშნება ელჩად. მათ შორის ის რო ინფორმაციაც წაიშალა იმ საიტებიდან, გერმანული საიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასეთი კიდევ ყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების ხარდამჭერები არიან, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და შემდეგ თავიანთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ეს ქვეყანა ომში გახვიონ. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, ეს კიდე ვიცით. ყველაზე გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ არ გავატარებთ. როგორც აქამდე ჩაუფლავდათ, ერი-ბერი გავერთიანდებით და მომავალში დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს ინტერესებს და ქართულ ღირებულებებს. რატო იტყუებით? სრულობთ. სრულობთ. ორი სიცრუე ბრძანეთ ეხა. პირველი გერმანია, საფრანგეთი, სადაც ზუსტად აი Facebook წარწერის და იმ შეძახილების გამო ციხეში ჩასვეს რამდენიმე წლით. ეს ერთი. ეხა მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ სანაია პირადად ჩემთვის ჟურნალისტი არ არის. ის არის ჩვეულებრივი ნაცაქტივისტი, რომელიც ამოფარებულია მედიას. ის არაერთხელ იყო გაფრთხილებული, დააჯარიმეს, შემდეგ ჯარიმის გადაუხდელობის გამო და ისევ რომ გააგრძელა ეს შეურაცხყოფა და ლანძღვაგინება, ამიტომაც არის კანონი არის ყველასთვის ერთი. თქვენ გონიათ კანონზე მაღლად გახართ, ახლა ჟურნალისტი ხართ, აი თქვენ გეკითხებით. პირადად თქვენ. სწორი მიდგომა გაქვთ, ზუსტად ასე ვფიქრობ მეც. ამიტომ კიდევ ერთხელ, კანონის წინაშე ყველა ვარ თანასწორი. თქვენც, მეც და ჟურნალისტები. მან იცოდა, უნდა მათქმევინო ბოლომდე. მე უნდა მათქმევინო ბოლომდე. კიდევ ერთხელ ჩაჭრა იქნება და არ გიპასუხებ ჩემ კითხვაზე. ხო და მე კითხვა რომ დასვა, თქვენი თემა რომ კითხვა დამისვა და მე გპასუხობ, მოგწონთ არ მოგწონთ, ინტერპრეტაცია მე გააკეთეთ თქვენ სიმებში. ხო, ამიტომ ხო, რაისა კომუნისტკა ეხა და ის თავქარიანი კალასი თუ რამე სიტყვის, ეს ჩემთვის არ არის საინტერესო. იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანაში არ უსმენენ მათ. საკუთარ ევროპარლამენტში აბა ნახეთ. ევროკომისიის ხელმძღვანელო გამოდის რა ხდება იქ. ერთი სულე გაასწროს იქიდან იმდენად არგუმენტებით სხვათა შორის ამკობენ ქალბატონ კალას და ქალბატონ კიდე ფონ დერ ლაიენს და მის სადაქალოს კიდე რაისა კომუნისტებს და იმებს რა ქვია კუბილიუსებს. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაციების მხრიდან იქ ტექსტს ჩაუწერენ შემდეგ და მე რო ვაკითხებენ იმას ირანის სად არის, საქართველოს სად არის, დარწმუნებული არც ერთმა რო არ იცის. აი ესეთი ხელოვნური ისინი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო. ჩვენ ანახი გვაქვს ეს და წერ უნდა იკითხონ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო. მე მაგ აქცენტირება იმაზე,
რომ ჩვენს ქვეყანაში რატომღაც ყველას გონია რომ აქ ის არის რა დაბალი ღობე. აი ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონები, სადაც კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მათ შორის ჟურნალისტი. და მას ჰქონდა არჩევანი, რომ გადაეხადა როგორც დანარჩენებმა, მისმა ეგრეთ წოდებულმა კოლეგებმა თუ ნაცაქტივისტებმა გადაეხადეს ჯარიმა, ასანაირითი არის მისგან განსხვავებული. დააწესა სახელმწიფომ, სასამართლომ, იმჯელეს, დაგიმტკიცეს, რომ კანონი დაარღვიო. გადაიხადე, არ გადაიხდე, ესე იგი შენი ნებით გადახვედი და მიხვედი ამ დასკვნამდე, რომ ვითომ ვიღაცებს დაუმტკიცო, არ ვიცი, იმ ფორმულას ხელმძღვანელობას, რომ შეწერული ჟურნალისტი. როგორც უნდა ისე გააკეთო, კანონი ერთია და მომავალშიც ვინმე თუ დაარღვევს, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ბრძანეთ? ჩინეთის გავლენების შემცირებაზე არის საუბარი კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნებთან დაკავშირებით. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი ავტორი ვინ იყო? ხოლო 212-მა მამის წინააღმდეგ მისცა. ავტორი ვინ იყო? ავტორი ალბათ ჯონსონი გონია. ჩვენიც მაგაც იქნებოდა. 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი და ეს არის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული. თქვენ ამბობთ, რომ დავალაგებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თუ ალაგებთ და თუ ასე კარგად არის ყველაფერი, მაშინ ეს აქტი რატომ მიიღო ამერიკამ ბატონოია? ჩვენი მაგაცი ვილსონი იქნება. ჭირია რომ მიიღო ახალი დაფინანსება და არ ჩერდება, არ ისვენებს. გვესმის მისი. მოდის დაფინანსება და შესაბამისად ალბათ მომავალ წლის იმის, რა ქვია, ფარას დოკუმენტებში იქნება რამდენით ვინ დაფინანსდა. რაც შეეხება ხა სერიოზულად ამ თემას. კიდევ ერთხელ ვამბობთ. ეს ხალხი ის ხალხია, ვინ ჩვენ გვამონათებს იმასთან დაკავშირებით, ჩინეთთან გვაქვს ხელშეკრულება სტრატეგიული და ამ დროს თვითონ, რა ვიცი, თანამდებობის პირი არ დარჩა ჩინეთის ხელმძღვანელობას რო არ შეხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული პრეზიდენტი ტრამპიდან დამთავრებული თვითონ ცალკეული ministrები თუ ცალკეული თანამდებობის პირები ჩადიან და მათ შორის ევროკავშირიდან. მაგრამ საქართველოს არ აქვს უფლება რომ შეხვდეს და თავისი ასე თქვათ მათ შორის ინტერესები დაიცვას მსოფლიო არენაზე. ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო უარგუმენტო ეს რაღაც დათქმები და რაღაც რეზოლუციები როგორც ევროკავშირში, ასევე ვილსონის მიერ წახალისებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჩვენ ვანვითარებთ იმ შუა კორიდორის პროექტს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. აი ამ ომებმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ქვეყანაა, აი ამ ასე ვთქვათ ურთიერთობებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობისთვის, საერთაშორისო კავშირებისთვის და ჩვენ განვავითარებთ, როგორც დღეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა იმყოფება სინგაპურში და იქ საერთაშორისო ლოჯისტიკურ ურთიერთობებს ვალაგებთ და მათთვისაც ჰაბია საქართველოსთან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ლოჯისტიკური ცენტრი გახდება მომავალში. აქედან გამომდინარე ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩინეთთანაც, სინგაპურთანაც, აზიასთანაც, ევროპასთანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ურთიერთობის დალაგება. ის ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს პატივს სცემს, ჩვენთვის არის მისაღები და მასთან გავაგრძელებთ პარტნიორობას. სხვათა შორის მარკო ბატონი რუბიოს მიწვევით იყო ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული და მათ შორის განხილული იყო თემა, სადაც აი ამ უსაფრთხოების ნაწილში და მათ შორის ეს უსამშობლოებიც იყო იქ ნახსენები, როგორ ხდება ამ მემარცხენე ძალების თავდასხმა ხელისუფლებაზე, პარლამენტზე, ცალკეულ სახელმწიფო უწყებებზე, ზუსტად იგივე სურათი იყო. მე მგონი აქ ქონდა ნანახი და ამას ყვებოდა ბატონი რუბიო. ასე რომ მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ფურცლიდან. ესეთი აქტი მისმინეთ? არა. იმიტომ ეს აქტი მაინც ბევრს არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ ეს ხალხი საქართველოს კი არა, ტრამპს უწყობს იმპიჩმენტს. ტრამპ შეუზღუდეს უფლება მოსილება და ეს ადამიანები ხა ჩვენ დაგვინდობენ? არა ბატონო, იმიტომ რომ დემოკრატების გარკვეული ჯგუფია, რომელიც ბაიდენის ხელმძღვანელობით აქ რევოლუციებს ასე ვთქვათ გვიფინანსებდნენ. მათ შორის USAID და ეხლა ნუ შემიყვანთ, თორე შეგხვდებათ სიღრმეებში. აი ეს არის რეალობა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინ ჩვენს ქვეყანას პატივს სცემს. ბატონი რუბიოსგან, მათ შორის ბატონი ტრამპისგან, ნახეთ თქვენ წერილი, რომელიც არ მოგეწონათ და პროტოკოლური დაარქვით.
გვაქვს გარკვეული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან და ჩვენ ამას მივსალმებთ. ხო. ერთი რამ მინდა კონკრეტული ის მეზობლები იქ ცხოვრობენ, ყველა ამბობს, რომ ამ კაცს ჰქონდა ფსიქიატრიული პრობლემები და პოლიცია როდესაც შევიდა მის სასტუმროში, დედამისის სასტუმროში, ეს კაცი იყო კბილებამდე შეიარაღებული, რამდენიმე იარაღსაც ითხოვდა ეს ადამიანი და როგორ შეიძლება, რომ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანს ჰქონდეს იარაღის კარების უფლება? ხო, ის რაც მოხდა, უხალ თბილისში, ეს ტრაგედია, ეს უბედურება და მე კიდევ ერთხელ უსამძიმრებ გარდაცვლის ოჯახს. რაც შეეხება დანარჩენს, რამდენად მაქვს ინფორმაცია დაკავებულია ის დამნაშავე, პოტენციური დამნაშავე, ვინც არის, მიდის ძიება და შესაბამისად გაირკვევა ვის, როგორ, რანაირად. კიდევ ერთხელ ძალიან ტრაგიკული ვითარება იყო და მინდა რომ ეს არასდროს მოხდეს არც ჩვენს ქვეყანაში და არც არსად ეს უბედურება რაც დატრიალდა წუხად.